ყველას მოგესალმებით, ღვთის წყალობით მოგვიახლოვდა ახალი წელი. ყოველ ახალ წელს ჩვენ ხვდებით დიდი იმედებით. დღესაც ჩვენ იმედით უყურებთ ჩვენს მომავალს. პირველეს ყოვლისა ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა შეიცნოს თავითვისი. ჯერ ძველი რომაელები ამბობდნენ noscete ipsum, შეიცანი თავი შენი. ყველაზე დიდი საიდუმლოება ჩვენშია. ჩვენში დავინახავთ ჩვენ ღმერთს, სიკეთეს, ბოროტებას. ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ განიწმინდოს თავისი გული და გონება ბოროტებისაგან. და ადამიანის გული უნდა გახდეს ტაძარი სულისაწმინდისა. ჩვენ გამოიარეთ რთული გზა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მომავალი ნათელია ჩვენი, საიმედოა. საქართველომ უნდა აერჩიოს ოქროს შუალედი და მე ვიტყოდი მთელმა კავკასიამ უნდა აერჩიოს ოქროს შუალედი და ამიერკავკასია კი არ უნდა იყოს წინააღმდეგობის და დაპირისპირების ასპარეზზე, არამედ თანამშრომლობის და ურთიერთგაგების ასპარეზზე უნდა გახდეს. მე დღეს გულითადად ულოცავ ახალ წელს მთელ საქართველოს. ულოცავ ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ბერძნებს, რუსებს და ყველას, ვინც ცხოვრობს საქართველოში. ჩვენ იმედით ხედავთ, უყურებთ მომავალს და ეს იმედი დამყარებულია ჩვენს რწმენაზე. მართლმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული და სასოება უნდა სუფევდეს ადამიანის გულში. დღეს მე განსაკუთრებული სიყვარულით ულოცავ უზურებასა შინამყოფთა ავადმყოფებს. სამავადმყოფოში თუ სახლში მყოფთა. მე ულოცავ პატიმრებს, გაჭირვებულთ და გესურვებთ, რომ თქვენი გაჭირვება, თქვენი მწუხარება სიხარულით შეიცვალოს. ადამიანი რომ იყოს ბედნიერი, უპირველეს ყოვლისა საჭიროა მადლი ღვთისა. წყალობა და მადლი წინაპრებისა და კეთილი საქმები თვითონ ადამიანისა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების დალოცვას. მშობლებმა უნდა დალოცოთ თქვენი შვილები და ეს უნდა ხდებოდეს ყოველ დღე. შვილი უნდა ღებულობდეს ლოცვა კურთხევას თავის დედისაგან და მამისაგან
და უნდა ემთხვიოთ მშობლებს ხელზე. აი ამ თქვევის დროს ღვთისლოცვა კურთხევა გადმოვა თქვენზე. ახლა კი ავდგეთ ფეხზე და მოისმინოთ დალოცვის ლოცვა. კურთხევა უფლისა თქვენზე და მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.